მოკლედ რა ხდებოდა და PM-ზე დღეს რა მოხდა. ერთ დღიანზე ველოდებოდი რომ დათიანზე ამას თუ დაადისკუსებდა აქ ესეთი პროექტი შეიქმნა. ამას მოიწ. არავინ დამხაიზე და ეს ეხლა ჩემს ძიზე გადავიდეთ და რა შეცდომა იქ სათიან და და ველოდებოდი აი ამ ლოების აღებას, მაგრამ მარკეტი ესეთ ლოოს უნდა დაიგეთოს. რაც სკული მოიწონს, რომ ჩამოვიდო ლოურესტენს დაიგენერია და ალბათ ხა ჩამ. ნუ ერთსა აქ ეს მალანჩის ლოვა იყო და ესე მქონდა, მაგრამ მე მას ველოდებოდი რომ ჩამოვიდე და აქ ელემენტარული ამ ლოუმდე მაინც ჩამოვიდე, მაგას ვუჩვდი და 15 წუთიანი გებიდან ეს გები უნდა ნანეთი. წუთიანზე გადავედი და წუთიანი მაგით ესეთი ავიდა აი ამ გებში და მოხდა დისპლეის. ამ დისპლეისმენტზე მოვიდა. აგერი იყოს ახლა ჩემი ამას განვიხილავ. კონტენტი როგორ აქ ერთ წუთიანზე აქ შევედი. აქ შევედი და სტოპი მეყენა ამ აიზე და take-off-ი აქ. აი მოძრაობაში იქიდან გავიდი მარკეტზე და მეთქი რა ხან ახლა და ამას წაიღებს და აღარ დაველოდე აღარ დავაყენე რა. ახლა რა შეცდომა დავუშვი აქ. პირველ რიგში მაკრო დრო არ არის. არა ეს მაკრო დრო არის, მაგრამ ეს არ არის მაკრო დრო, მაგრამ ой, მოსულზე შევიდა entry level-ს ტრეიდინგ იყო. უბრალოდ იდეაში აქ манипуляция, short-term loss-ი არ მქონია. ნუ ამას თუ არ ჩავიდა. ესე არ არის აქ კარგი ლიკვიდიტება და აი ეს манипуляция. იყო მაგრამ უცხოიანი აქედან გაშოტყა. რადგან ავიღეთ აქ არ მქონია. აი ამ ეს. აქ ხაიები ავიღეთ, displacement მქონდა. აქედან გაშოტყა უბრალოდ ვარიანტია. მარკეტზე დავუვიდა აი ამ მოძრაობაში და აქ უკვე რეიქიმეზე გადასვლაზე არ მქონდა. სამწუხაროდ ეს რეიც წავაგე, ნუ ჩართან რო ყოფილიყავ რეიქიმეზე გადავიდეთ ყველა ვარიანტში და შეიძლება აი ამაზე ფაშალი წამეყო რადგან შევდი აქედან ავიღე და 1-2-თან აქ არა და ხო, გავუძილოთ. მოგეთადიყავით. და ანუ ეს манипуляция არის მომხდარი ერთ წუთიანზე, 15 წუთიანი რატო სწორი მქონდა, მოკლედ манипуляция არ მქონდა აქ.
15-იანზე თან კონსოლიდაციაც იყო. კონსოლიდაციაც ლოუები დაიგენერირა და ხო გავუწევთ. და მოკლედ კონსოლიდაციაც დაიწყო. დავიგენერირეთ ეს რა ხდება. არ არის კარგი კონდიცია PM-ზე რა. ანუ ტრეიდი მიწი აქამდე. შეიძლება ტრეიდი ხო PM-ზე რა ყოველდღიური ის გახდება ჩემი PM-ი და შესაბამისად PM-ზე გავხდე ხუთშია ტრეიდი. ну, იმას უნდა მიყოლიყავ რომ ამ ხელა მოძრაობდეს ისე. ამ ხელა არის ყველაზე ვიდეო. არ უნდა შეიძლება იმ. მაგრამ მაინც ვჭერა რომ აი ამ ლოუს მოძველიერებს, იმიტომ რომ ეს ასეთ ვებსაიტს ახლოს ყველა დაიწყოს. არის უკვე საუნდ ტარგეტი სესიების და ამ მგონია რომ PM-ზე აიღებს რა. მიუხედავად იმისა რომ აი ის ტარგეტი ნათ ის სწორი ხონდა უბრალოდ ეს აი კონსოლიდაციაში მოკლედ. ეს გადავიდე აი იქ დავაშიფრე პეიჯი. აი აქ აქ შესულიყავ. აქ სტოპი ემია. გემბი და რაც უფრო დიდი ხანი იქნებოდი, მაგრამ ну, ჩემ ტარგეტს იღებს. ну, თავარია რომ მარკეტს სწორი ვიყავი. სწორად დავინახე რომ ეს ლოუი ჩვენი უნდა იყო. ეს ლოუ სადღაჩი აღარ მოს. ხო. ეს ლოუ იყო სწორი, კარგი დაგიდი მაგითო. მეათმის ლოუ ქონდა ესეთი ეკოლოები და ვიტოვა ამ ხელადის ესეთ ეკოლოებს ყველა დაიტოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპი იყო, მაინც მეგონა რომ ამ ლოუს ყველა ვარიანტში აიღებდა და მაგითო გავშვეთე აქ. ხო. ну, ეს აქ უკვე ახსენე რატო არ უნდა გამიშოთა. არ ქონდა манипуляция 1-იანზე, 1-იანი ნარატივის სწორი მქონდა, მაგრამ აი ეს манипуляция არ ქონდა. ეს retracement манипуляция market structure shift აი გლონგი, აი გალონგი. აი ყო მაგრამ ალბათობია. აი MSS-ი ქონდა, აი short. აი order block-ზე. აი აქ. სტოპი აქაც უნდა ვიყენებინა, კაი იქნებოდა. ეს სარისკო სტოპი ამას ვერ დავაყენებდი მე, იდეა მოსლი არა. რატომ ახსოვს? ოთან ზევით манипуляция აქაც ქონდა. აქ ესენიც ქონდა. ну, ბევრი რაღაცა მიგანიშნებდა რომ ეს PM-ი გაიშვებოდა რა. ხო. აუ, მეტი ახსნა ტრეიც არა აქვს. მადლობა ყურადღებისთვის. იო. დროებით.